აქ საერთოდ რა ჯანდაბა ხდება? შეხედეთ ამას. აიუღს დრო იდილის დაახლოებით 3 საათია. აქ კი დასავლეთ ორეგონის ღვთიურ მხარეში ღამის პირველი საათი. ფელდერი მიგზავნის ამ გამოკითხვას. გამოკითხვაში 13,000 ადამიანმა მისცა ხმა და დასმულია შემდეგი შეკითხვა: ვინ მოიგებს? ედი პიმბლეტი თუ ილია თოფურია? და ხმები 50-50-ია. 13,000 ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, რადგან 13,000 ადამიანს, რომელსაც ამ ვებსაიტზე გადააწყდებით, ეს არის hardcore საზოგადოება, ეს ვართ ჩვენ. ესენი არიან გარკვეული დონის ექსპერტიზისა და ანგარიშ გასაწევი აზრის მქონე ადამიანები. 50-50-ზე ეს ძალიან საინტერესოა. გულისხმობ, რომ უნდა გესმოდეთ, მათ ახლა ხან ჰქონათ პლეი-ოფი, ხომ ასეა? ახლა ხან ჰქონათ პლეი-ოფი, დროებითი ჩემპიონატი იყო, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს ნახევარფინალი იყო, რადგან ვინც გაიმარჯვებდა, საჩემპიონო ბრძოლას მიიღებდა, სადაც ბადეში ილია თოფურიაზის და ელოდება მათ. პედი ვერ გადის ნახევარფინალს, მაგრამ ის ბიჭი, რომელიც გადის, ჯასტინ გეიჯი, შემდეგში სჯობნის ილია თოფურიას. და უნდა ვთქვათ, რომ ჯასტინმა ილიას უფრო ადვილად სძლია, ვიდრე პედი პიმბლეტს, მხოლოდ ფინიშის გამო. შეგიძლიათ ეს თქვა, თუმცა მე შეგედავებოდით და გეტყოდით. მოიცა 1 წუთით, ეს სრულიად განსხვავებული ბრძოლები იყო. იმ ფინიშისას 30%-ით მეტი დარტყმა განხორციელდა, ვიდრე პედისა და ჯასტინის ბრძოლაში, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. მე უბრალოდ ამას პირდაპირ ვამბობ, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ეს პირდაპირ სახეში მომახალოთ. და მე იმას კი არ გეუბნებით, რომ პედისას შეუძლია ილია თოფურიას დამარცხება. მე უბრალოდ გეუბნებით, რომ 5 თვის წინ თქვენც ასე ფიქრობდით, რომ მას ილია თოფურიას დამარცხება არ შეეძლო. 4 წარმოუდგენელი რაუნდი და 1 იღბლიანი მტკივნეული. განა ეს იღბლიანი მტკივნეული არ იყო? რა არის იღბლიანი მტკივნეული ილეთის დეფინიცია? ფიქრობ, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელახლა რომ გაგეკეთებინათ, ვეღარ გაიმეორებდით. ფიქრობ, რომ ეს ამას ნიშნავს. არ მგონია ფიქრობდეთ, რომ პედის შეუძლია უბრალოდ გამოვიდეს ნებისმიერ დროს, როცა მოუნდება და წუთზე ნაკლებ დროში ბენუა სენდენი დაახრჩოს. არ მგონია, რომ ამას ფიქრობდეთ. მე ვიცი, რომ 5 თვის წინ არ ფიქრობდით, რომ პედი ის ტიპი იყო, რომელიც საერთოდ ილია თოფურიასთან უნდა იბრძოდეს. მე ვიცი, რომ 5 თვის წინ ილია თოფურია, რომელსაც პაუზა ჰქონდა და პირად პრობლემებში იმყოფებოდა, მსოფლიოში ნომერ პირველი იყო, pound for pound-ის რეიტინგში. არა მხოლოდ თავის წონაში, არამედ ყველაზე მაღლა. ისლამზე, შაუკაძე, ჯონ ჯონსზე, სტრიკლენდზე და ყველაზე მაღლა იდგა. დაგავიწყდათ? მაგრამ რა არის ის, რაც ფიქრობთ, რომ ისწავლეთ და რამაც ასე ჭკვიანებად გაგხადათ ილიასა და გეიჯის ბრძოლაში? რა ისწავლეთ ასეთი? რადგან მე სულ სხვა რამ ვისწავლე. და სხვათა შორის უნდა გითხრათ, ისე აღფრთოვანებული ვიყავი ჯასტინ გეიჯით და როცა ამაზე ვლაპარაკობ, არ გულისხმობ მის აგდებულად საუბარს. გრძნობ, რომ ჯასტინს შეუძლია ამისადანა. ჯასტინს იმ ღამეს ჩემთვის ახალი არაფერი უჩვენებია. ის თქვენი საყვარელი მებრძოლია. ის ადრეს იყო ჩემპიონი. ამ ბრძოლაში ის დროებითი ჩემპიონის სტატუსით გამოვიდა. ჯასტინს ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მასზე ახალი არაფერი მისწავლია. აი ის კი ვისწავლე, თუ რამდენად გამძლე იყო ილია. სკამზე დანებება მე არ მინახავს, მე ეს ნამდვილად არ მინახავს. მე დავინახე ტიპი 2 გატეხილი თვალის ბუდით, რომელსაც სამიზნის დანახვაც კი არ შეეძლო და თავის ძმას ეუბნება, შიგნით შემიშვიო. აი ეს დავინახე მე და ასევე დავინახე, რომ ნომერ პირველი რამ, რაც ამ სპორტში ნებისმიერს უჯდება გამარჯვებად, ეს არის დაღლილობა. ილია კი 1 წელი უქმობდა, არაფერს ვამბობ დარბაზის დაკარგვაზე. ზოგიერთ ამ რამეს აქვს მნიშვნელობა. ეს რაღაცეები უბრალოდ ლოგიკურია. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მე შეგედავებოდით. მეორე რაუნდში ილია თოფურიამ ჩაატარა სერია, რომელიც შესაძლოა იყოს საბრძოლო ხელოვნების უნარების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრირება, რაც კი ოდესმე გინახავთ. მე არ გადავაჭარბებ, შონომალი ამბობს და მართალიც არის, რომ თუ იმ ბრძოლას ხელახლა უყურებთ, როდესაც ილია თოფურიამ ჯასტინი კორპუსში დარტყმებით წააქცია, მარკ ჰანტის სტილში მოქცეულიყო, ზურგი შეექცია და წასულიყო, იმ პარალიზების გამო, რასაც კორპუსში დარტყმა იწვევს, ჯასტინი განძრევასაც კი ვერ შეძლებდა. ის პარალიზებული იყო და გონს მოსვლას ცდილობდა. და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან გონება დაიბრუნა, არის ის, რომ ილიამ აირჩია მიწაზე ჩაჰყოლოდა.
ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ზურგი შეექცია და წასულიყო. ახლა მესმის, რომ ეს ყველაფერი ასე არ ხდება და უბრალოდ ამას ხელახლა ვერ ჩაატარებ. ჯასტინ გეიჯი ეს ბრძოლა მოიგო. ჯასტინ გეიჯი საუკეთესო მებრძოლია მსოფლიოში. მე ამის უარყოფას არ ვცდილობ, საერთოდაც არა. მაგრამ რა არის ის, რასაც ფიქრობ, რომ დაინახეთ? რა არის ის, რამაც ილიაზე ასეთი სუსტი შთაბეჭდილება დაგიტოვათ? გულისხმობ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გაუგნებული ვარ ჯასტინ გეიჯით, არის ის, თუ რამდენად ძლიერი ჩანდა ილია და მან მაინც დაამარცხა ის. ილია კარგი რომ არ გამოჩენილიყო, გეიჯისთვის ეს არანაირი პლუსი არ იქნებოდა. თითქოს გეიჯიზე კომპლიმენტებს ას კი იძახით. თუ გსურთ გეიჯიზე კომპლიმენტი თქვათ, დარწმუნდით, რომ კომპლიმენტს უკეთებთ იმას, რაც ილია თოფურიამ გააკეთა 2 გატეხილი თვალით. კარგით. ამავდროულად მედლის მეორე მხარეს ყავთ პედი პიმბლეტი, რომელიც უდაოდიდებულია. მასში არაფერია ისეთი, რაც არ აჩვენებს აბსოლუტურ პოტენციალს, რომ მას შეუძლია გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამას არ ვუარყოფ. მაგრამ გაქვთ ბრძოლა, რომელიც არასდროს შემდგარა. ის არასოდეს შემდგარა. რეკორდების წიგნებში სწორად წერია. კოეფიციენტები სწორია, ტოტალიზატორმა ასე განაცხადა. მე ამას არ ვედავები, ვინ არის უკეთესი მებრძოლი პედისა და ბენუას შორის? არ ვიცი. ვიცი ვინ მოიგო, მაგრამ მათი ბრძოლა არასდროს მინახავს. მე ვერ გეტყვით იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მაქვს. თუ ვინ იყო უკეთესი მოკრიბე, ვერ გეტყვით იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც მაქვს, თუ ვინ იყო უკეთესი კიკბოქსიორი. ვერ გეტყვით ვინ იყო უკეთესი მოჭიდავე, ან ვის ჰქონდა უკეთესი სტრატეგია. მართალი გითხრათ, ისიც კი არ ვიცი, ვის ჰქონდა უკეთესი ჯიუ-ჯიტსუ. თქვენ ალბათ იტყვით, როგორ ამბობ ამას, როცა ერთ-ერთი დანებდაო. ჯერ კიდევ დასაწყისი იყო და მართალი გითხრათ, ეს ილეთი არასოდეს მინახავს. და არ ვიცი, ვინმე მაინც თუ დააღწევდა თავს ამას. როდესაც პედი მის ჩაკეტამ, ეს სამართლიანია, ეს ყველაფერი ასე ხდება. მაგრამ ნამდვილად ასე ბევრი ისწავლეთ, რადგან აზრი ძალიან შეიცვალეთ. უბრალოდ ვსამ შეკითხვას. უბრალოდ გითხავთ, რა არის ახლა ასეთი განსხვავებული და სხვათა შორის იცით, რაც ვისურვებდი იმ გამოკითხვაში ყოფილიყო? ვისურვებდი 2 ვარიანტი გქონოდათ, რადგან მჯერა რომ 2 განსხვავებული სპორტი გვაქვს. მჯერა რომ ყოველ შაბათს 2 განსხვავებული სპორტი გვაქვს. ის ბიჭები, რომლებსაც 3 რაუნდის ჩატარება უწევთ და ის ბიჭები, რომლებსაც 5 რაუნდის ჩატარება უწევთ. დიდი სიამოვნებით გავიგებდი თქვენს აზრს პედისა და ილიაზე. 3 რაუნდიანი რომ ყოფილიყო და მერე დიდი სიამოვნებით გავიგებდი თქვენ აზრს 5 რაუნდზე რომ ყოფილიყო ეს ბრძოლა დაგეგმილი. ძალიან საინტერესო წყვილია და არ ვიცი მინახავს თუ არა ოდესმე პრომო მასალა, რომელიც უფრო დამარწმუნებელს გახდიდა იმას, რომ ამ ბრძოლას ჩანიშნავე. ჩვენ გვყავს თქვენი პირდაპირი ფოკუს ჯგუფი, სადაც აზრები ზუსტად შუაზეა გაყოფილი. ოდიო მართალი ვერ იქნებით და უნდა გითხრათ, ძალიან მაინტერესებს და უნდა ვიცოდე, ვინ მოიგებს ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის.